წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. საამშვიდობის ზურბასო მეგობრებო, კარგი ხანია არ ყოლია სტუმრად თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მშვენიერი გოგონა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე. მიზეზი აქ ორმხრივა, შეიძლება ითქვას დავიწყოთ მთავარით, რომ ჩვენი დღევანდელი გაცემა გვიხდება ასე მოესწრო 3 და 8 მარს შუა. ნანა, საამშვიდობის და უპირატესად მე მინდა მოგილოცო ეს ორი დიდებული, ორ უბწყინვალეს ქალვაშს უზრდის და ჯერ ეს ამ ეტაპზე დარწმუნებული უფრო მეტიც იქნება რაღაც ესე დიდებული და ყველაზე დიდი გამარჯვება. ნანა, დამეთანხმე, ეს არის ყველა ნებისმიერ ტიტულს ერთად აღებულს, რა თქმა უნდა, ჭარბობს და ჯაბნიც და იმედია, რომ არ შეიძლება ეხა ეს ძალიან დიდი სპორტული ოჯახი და ის ტრადიცია და ძალისხმევა, რაც უშუალოდ შენი და შენი მეუღლის ოჯახიდან მოდის, ესე სათანადოდ არ გაგრძელდეს. ასევე ნანას მეუღლის მინდა ეს დიდებული ოჯახი მიულოცო, ჩვენი ბატონის შალვა და უსურო დიდი წარმატებები, რომელიც ნანას გვერდით უდგა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მე აკიდე მინდა სანამ უშუალოდ ნანას დაუთმობდე სიტყვას, ჩემთვის ძალიან ფასეული, არა მარტო ჩემთვის, საერთოდ ქართული საზოგადოებისთვის და ბევრი იცნობს ბატონ ზორა გაგნიძეს, ნანას მამას ჯანმრთელობა, თხერხელობა უსურო და უფლის შემწეობი და ყოველგვარი კარგი და საუკეთესო, ეს არის უაღრესად თავდადებული, გულანთებული ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იხარჯებოდა საზოგადოებისთვის, საკუთარი ოჯახისთვის. ძალიან ნანას ფაქტიურად არა მარტო მოჭადრაკე და პიროვნების ჩამოყალიბების საერთოდ ძალიან დიდი როლი ითამაშა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ადამიანები სწორედ დგას ქვეყანას ჭადრაკის და არა მარტო ეს უშუალოდ სპორტის სახეობა და ამ ხრივ კიდევ ერთხელ მინდა გამჯანმრთელობა და თხერხელობა უსურო. ნანა, საამშვიდობის. მაგისალებით დიდა. ესალობით კონსერენს. იცოცხლეს სვენელი, მთელი, ესე იგი, განვლილი სოფლიო ჩემპიონატის მანძილზე ვაწვდით, შედარებით მშრალ ინფორმაციას და ასევე რა მაქვს დასამალი და ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მონამორჩილი გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი უბედურებასთან ერთად ჩვენ უკვე რამდენიმე ათეული წელი აღარ გვაქვს იმის ფუფუნება ბჭყალებში გაგებით, რომ ვიხილოთ უშუალოდ მიმდინარე მიმდინარეს ვიღაჩივის იმის შემდგომ პარტიის პროფესიულ დონეზე გარჩევა და ასე ვთქვათ რუსი ებრაელების ამარა ვიღავი, რომელიც სხვადასხვა ისეთ რუსულ საჭადრაკო პორტალებზე აშუქებდნენ უშუალოდ მიმდინარეობა შენი პარტიის. არ მოგიდგენია რა ხდება ამას, როგორც ეხა ქართულ ჭადრაკს პატრონად ხავს, არაფერი მე მადლიერების მეტი რა მეთქმის სხვა აზერბაიჯანული ნავთობკომპანია სოკარის მიმართ, მაგრამ სოკარის იმედად რამდენ შეიძლება ქართული ჭადრაკი, ეს ქართული გენი და სული იყოს დარჩენილი და იგივე ის ჩემი ბავშვობის პერიოდიდან მოყოლებული ის ძალიან ლამაზი ის ჟღერადი რო იწყებოდა, ასე მაშინ მართაც ისპერ ეკრანებთან, ტელეეკრანებთან სულ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, როდის გვამცნობდა გიორგაძე და დაიწყებოდა პარტიების გარჩევა. რა პერიოდმა გავლო, ხო, ნანა, 3 ათეული წელი ჩვენ უკვე კიდევ ერთხელ ვამბობ ამას მოკლებული ვარ. და მსოფლიო ჩემპიონატი. ალბათ დამეთანხმები, რომ მართლაც გარეგნულად და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ არ მონაწილეობდნენ ჩემპიონატზე, დავიწყოთ იმით, რომ თავისთავად, ეს დღეს უპირობო ლიდერი გახლავთ, ასე აღიარებული ქალთა ჭადრაკში, მეტად სერიოზული ფიგურა, რეიტინგ შევეშოთ მე-4 კი არა, შეიძლება ობიექტურად ჩემი აზრით იყოს სადღაც შენთან გათანაბრებული, მაქსიმუმ მე ვამბობ კლასით ჰუმპი კონერო, ინდოელი დიდოსტატი და მარია სერიოზული ძალაა, ხო, ბოლო სოფლიოს ექს-ჩემპიონია მოზუჩუკიდან ჩამოვწერთ, ხო, ეხა ურიგო მოჭადრაკე მარიას არ ეთქმის, ხო? ეხა ეს და ამათ მიღმა ფაქტიურად ვინ გრჩებოდა და ისე აეწყო. მაინც ცოტა მე პირადად ეხა ჩემს ობიექტურას ვიტყვი, ცოტა ვენჟუნის მიმართ ქონდა და მე ვენჟუნს რო შევხედე, ისიც უკვე მოგვაკლდა და თითქოს პრობლემა არ უნდა ქონოდა. როგორ დაიწყო ნანა მოვლენები უშუალოდ მიმდინარე ჩემპიონატზე? ზოგადად იმით დავიწყებ, რომ შეკრება გავიარეთ მომზადების დაახლოებით 2 კვირით ადრე ტურნირამდე გაძლიერებულად ვემზადებოდი ჩემს მწვრთნელთან ერთად, ხოჭა სოპატაშვილთან ერთად და ვთვლიდი, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი, როცა ამ ტურნირზე გამემგზავრე და
პრობლემები პირველივე მატჩში შემხვდა, რადგანაც მოულოდნელი იყო. ხო, აი მატჩამდე მინდა კითხო ის ატმოსფერო, რაც გარეგნულად ჩანდა და ინფორმაცია მართლაც ასე იყო თუ მხედველობაში მაგ ის ესე იგი ჩადრე ყველაფერი აქ. ხო, ნუ ეხა ის ირანში არა, ირანში ჩემი დაახლოებით მე-4 მე-5 ვიზიტი იყო, იმიტომ რომ მე წინა წლებში ირანის ლიგა მაქვს დაჟე ნათამაშები. და მაშინაც და გრან-პრი თამაში შარშან. ხო, და ანუ ჩემთვის ეხა ეს მოულოდნელი სათამაშო პირობები და გარემო ნამდვილად არ იყო ახალი და უცხო არ იყო ნამდვილად. ანუ ეს პრობლემა პრინციპში მეტნაკლებად ჩემთვის მოხსნელი იყო. და ანუ პირველივე ტურში ჩემი მეტოქი იყო ეგვიპტელი მონახალიდი, ახალგაზრდა მოჭადრაკე, საკმაოდ პერსპექტიული, თუმცა ჩვენი გათვლებით, ანუ ჩემი და ჩემი წვრთნელის არ უნდა გამჭირვებოდა პირველი ეტაპის გავლა. მაგრამ ადგილზე რატომღაც არ ვიცი ფსიქოლოგიური მომენტი იყო ალბათ უფრო რომ აი გამიჭირდა პირველი მატჩის დაძლევა უფრო იოლ გამარჯვებას ველოდით მაგრამ ნუ გავიარე ასე ვთქვათ პირველი შემდეგ უკვე შემდეგ ორი მატჩიც ანუ ოლგა ზიმინა იტალიის სახელით მოსპარეზე სერიოზული რუსია ესე თქვი ხო ნუ ესეთი კლასიკ მოჭადრაკეა კლასი აქვს მას ისეთი კატეგორია მაბადი იოლად მოსაგებ კატეგორიას რო არ განეკუთვნება არ განეკუთვნება ხო მაგრამ ნუ ეს შედარებით უფრო ანუ ბევრად უფრო ძლიერი მოჭადრაკეა ვიდრე მონახალეთი, მაგრამ ბევრად უფრო იოლად გავიარე. და მას შემდეგ იყო კიდე ანუ ჩინელი ის ჩინელის ადვილად გავიარე და შემდეგი ანუ ესენი გავიარე ტაიბრეიკების გარეშე. არა, თან უკვე მაბადე ისე და ჩვეულ დიდო სტატურ, აი ლამას ისე, აი რასაც უკაცრავად სლენგისთვის რაზმაშესტი ქვია, უკვე აი ფორსირებული იმით იგებდი, რომ უკვე იცით თვითონ პარტიების ხარისტი იყო იმდენად. კლასიკურ ჭადრაკში ვიგებდი, კლასიკურ ჭადრაკში მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მე კლასის მესამე დღე დასვენების დღე იყო და ანუ ძალების აღდგენის შესაძლებლობაც მქონდა. და ჰარიკასთან ზართულია იმის ახსნა და მემართა პირველ პარტიაში. შოთა შავი ფერებით თამაშობდი, თითქოს უკვე პოზიცია უკვე მიდიოდა ფრისკენ, თან დროს მეტი მქონდა და რაღაც აი უცაბედი რაღაცა დაბლოკვა და მემართა. ბოდიში შენ მქონდა პარტიის შუაწელს, ეხლა რასაც აი რუსი-ებრაელი დიდოსტატები როგორც ნიდნენ, ოდნავ უარესი, მაგრამ შემდგომ აბსოლუტურად გამოასწორე და ეჭპილში მოულოდნელად იქ იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ეგ მაბატე იცი გამახსენდა შენი ზუსტად 10 წლის წინანდელი თვისება, როცა ორგანულად ვერიტანდი ყაიმს, ნუ ეს იყო მაინც ასაკით გამოწვეული, ხო გახსოვს, მაგრამ შემდგომ უკვე ასე ვთქვა ამ დაღვინე სპორტულმა დაღვინებამ უკვე ეს და აი უცებ რაღაც მაგვარი ხო არ მოხდა, ანუ გამოითქვა მოსაზრება, რომ ხომ არ გარისკე შეგნებულად. არა, ეს ეგ მომენტი არ იყო. თუმცა ეგ თვისება მე დღესაც ამაქვს, როცა ანუ ვარიდებ ხოლმე ყაიმს და ყოველთვის ვამჯობინებ, რომ გავამწვავ თამაში და ანუ ამ შემთხვევაში შავები თან უარესი ეს სისტემა, სოფლიო ჩემპიონატის ეს სისტემაც, ანუ აქ შემითუმეტე შავი ფერებით ყაიმი აბსოლუტურად მისაღები შედეგი არის, იმიტომ რომ შემდეგი პარტია თეთრებით აქვს სათამაშო და ამიტომ ამ შემთხვევაში ეგ მომენტი არ მქონია. აქ უბრალოდ ეს იყო რაღაცა უსაბეთი გონების დაბლოკვა, ერთად ერთსვლიანი, ანუ ლაზერი რვა თავსვი და არის ერთსვლაში და პრაქტიკულად გავაფუჭებთ მთელი ნაბრძოლი პარტია. მე იყო ნუ ეხლა ეს რთულია, როცა პირველ პარტიას აგებ, ეს სისტემიდან გამომდინარე, ძალიან რთული, იმიტომ რომ დებიუტის მომზადებას რთულია, იმიტომ რომ შენ მოწინააღმდეგეს ფრე აწყობს მეორე პარტიაში, ხო და ანუ ესეთი არა ფსიქოლოგიურადაც ძალიან ისეთი ეწოლის ქვეშ ხარ, დრო იოლად არ გაიცვალოს ფიგურები და ფრე არ გამოვიდეს. რა თქმა უნდა, რაც პირველი რაც შენ მოწინააღმდეგეს ხო აწყობს და მაგრამ მეორე პარტია კარგად ჩავატარე და გავათანაბრე ანგარიში ერთ-ერთი იყო და უკვე მაბადე ისე ბოდიში შენებართვე დი ჩავიჭრები რომ იქ იყო რასაც ახლა უყურებდით რომ აი ერთი სიამოვნება იყო აი როგორც ფორსირებულად ასე ვთქვათ აქ-ჩობდი მეტოქეს აი რაც აი გასვლასთან არიჩქარე არ იყო არც ერთი არათუ მაპატე ავანტიურისტული არამედ აი ოდნავი სწრაფი გადაწყვეტილებაც მიღებული რაც შეიძლება ვთქვათ აი მეტოქისთვის რაღაც შანსი მიეცა და იმაზე კონტრშეტევა აიწყო არაფერი მეთოდურად მიყევი თუ არა დებიუტი იყო ცხინვალე გათამაშებული და შემდგომ აი ბოლოს ვთქვათ ერთი სიამოვნება იყო უყურებდი დაფას აი როგორ არაფერი აღარ ჩებოდა ჩვენი აზიელი დიდოსტატისგან. ნუ ხო და ერთ-ერთი შემდეგ უკვე მესამე დღეს იყო ტაიბრეიკები და მე ტაიბრეიკებს ვაბრალებ იმას რომ ანუ უფრო ფიზიკური გამძლეობის ხარჯზე მოხდა ის რომ მე ვერ გავიარე ტაიბრეიკები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ საჭადრაკო ძალით ჰარიკა დრონავალი არ არის იმდონის
მილიონის მოჭადრაკე არ არის რომ მე გამჭირვებოდა ტაიბრეიკების გავლა, მაგრამ არ ვიცი. არ და მაბად იცი პირველ ტაიბრეიკში თითქმის იგივე სცენარი გამეულდა რაც პირველ პარტიაში, იმიტომ რომ არც პირველი პარტია არ იყო წასაგები დამეთანხმე ტაიბრეიკში. არის რა თქმა უნდა, წასაგები არა, წასაგები კი რა უკეთესი ხო, არა, მე ვამბობ მინიმუმ, აი ყველაზე მცირე, თორე უკეთესი რომლის რეალიზება, იმ ეტაპზე იკვეთებოდა რთულად, ანუ ძნელი იყო ხე იმის მოხდებოდა, რომ ყოველ შემთხვევაში წაგებაზე იქ საუბარი არ იყო და ისევ ემზადებოდი ჩვენ ფაქტიურად ვიწყებთ მზადებას თეთრი ფიგურებით უკვე მოსაგებად, ხო, დამოგვირგვინებად. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ და საერთოდ ტაიბრეიკების მემრჩენი დამოკიდებულება, აი როგორც პროფესიონალის მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის მაბად იგივე როგორც ნერვები და არის საფეხბურთო ენაზე რო ვთქვა, ხო, მატჩის შემდგომი პენალტების სერია, ხო, მაგრამ მე ზოგადად მომწონს ეს სისტემაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გრან-პრის ტურნირის შეჯიბრებები, რომელიც ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ მატჩი გახვიდე, ანუ მოიპოვოს ერთი ადგილი, რომელიც გრან-პრის 4 შეჯიბრებაში, ანუ ვინც მოიპოვებს საუკეთესო შედეგს, მას აქვს უფლება, რომ ითამაშოს მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე არის ეს ხო მეტახმები 4-დან უნდა აჩვენოს 3 საუკეთესო შედეგი. ხო, მაგრამ ეს წრიული შეჯიბრებები არის და ანუ ზოგადად მომწონს მე ორივე სისტემა მომწონს რა, ორივეს აქვს თავისი ისეთი მომენტები რა, დადებითი მომენტები ასე ვთქვათ და თუ ხარ მაგალითად პროფესიონალი და ძლიერი ხარ, უნდა აჩვენოს საუკეთესო შედეგი ამ ასე ვთქვათ ტაიბრეიკებშიც. მე ესე მიმაჩნია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, რომ ანუ ფიზიკური ძალა არ მეყო იმისთვის, რომ ანუ ვერ გაუძელი, მაინც ასე ვთქვათ, იმ დატვირთვას რა, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიურად ნერვული დაძაბულობა ძალიან დიდი და ანუ არ მეყო გამძლეობა. მე ამას ვაბრალებ, იმიტომ რომ საჭადრაკო მხრივ მე ვიყავი მომზადებული იმისთვის, რომ ნახევარფინალამდე ნახევარფინალში მაინც გავსულიყავი, სულ მცირე. როგორც მოვლენათა განვითარებას ხატყობთ და მაბადია ჩვენ ნახევარფინალში კი არა, ის დრონოვალი გავიდა ნახევარფინალში უზი იმაზე ხო? ტანჯონზე მომავალ ჩემპიონზე ხო და რომ თლიანობაში რო გითხრათ, ეხლა უკმაყოფილო ვარ თქო, შედეგით ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაინც საუკეთესო 8 ქალ შორის დავრჩი და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ურიგო შედეგი. თუმცა ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მე ბევრად მეტი შემიძლია, თუ აი გეგმაზომიერი მომზადება იქნება, კიდევ ახლა ჩვენ მალე ევროპის ჩემპიონატი გვაქვს ლატვიის ქალაქ რიგაში. ევროპის ხო, აი მე ვფიქრობ, რომ უნდა გავაძლიერო მომზადება, ანუ ფიზიკურად, რაც დღევანდელ ჭადრაკში ადრეც მithქვას თქვენ გადაცემაში და ეხლა საუბრობთ, რომ დღევანდელ ჭადრაკში ანუ საჭადრაკო მომზადება და ფიზიკურად რო იყო მზად, ანუ ნერვულად, ანუ ენერგიით რო იყო სავსე ასეთი მძიმე შეჯიბრებების წინ, მე შევაფასებდი 50-50, ანუ საჭადრაკო მომზადებას და ფიზიკურ მომზადებას. ამიტომ მე მომავალში აუცილებლად შევეცდები, რომ ანუ კიდევ უფრო გავაძლიერო ჩემი ფიზიკური მზაობა ასეთი შეჯიბრებებისთვის. არა, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველაფერი არის ფინანსებთან დაკავშირებული, მაგრამ ხედულობაში მაგუშველებ და ის ტურნირის ორგანიზატორების გადასახედიდან მინდა დავინახო, რომ ადამიანურ რესურსს რატომღაც აშკარად უგულებელყოფენ, იცი? აი ახლა ბრძანე ხო ფიზიკურ მომზადებაზე ყოველგვარი დასვენების დღის გარეშე რო იტყვიან ესე იგი ზარიდან ზარამდე ხო დასყისიდან ბოლომდე ერთ მარათონული სისტემა მარათონული ხო შეიძლება ადამიანია ცოცხალი ამხელა უდიდესი დატვირთვა სტრესი ყველაფერი ამხელა მოიტანა ესეთი რაღაცა აი ხო ისე და ყოველგვარ ნუ რეალურად ეხლა ადამიანები ვარ და არის თანაბარი ზალი შეიძლება ყველა პარტიაში მოგიწვიოს ადამიანს ტაიბრეკიდან ნიშნავს რომ ყოველი ესე იგი ფინალიც კი 4 კლასიკური პარტია და 4 კლასიკური პარტიის შემდეგ საყაიმო ანგარიში შემდეგ ერთი დღეც კი არ იყო გათვალისწინებული წარმოგიდგენია დასვენებისთვის პირდაპირ მეხუთე დღეს ტაიბრეიკი. ხო. ასე საშინელება არა. მინდა რა ორი სიტყვი შეაფასო მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეს უკვე ჩინურმა ეგრეთ წოდებულმა კონვეიერმა გამოაცხო კიდევ ერთი ეს დღემდე პრაქტიკულად ეს იყო ხო არისო ცნობილი, ნუ აქ ძირითადად ჩვენ ბოლო პერიოდში ჰოუზე და ვენჟუნზე ვიყავით ორიენტირებული. ეს ტანზონგი ზოგადად ევროპაში ნაკლებ შეჯიბრებებს თამაშობს და ამიტომაც არ არის ის ფართოდ საზოგადოებისთვის ცნობილი. თუმცა ჩემთვის ის რა თქმა უნდა კარგად არის ცნობილი, იმიტომ რომ მე ხშირად ვთამაშობ ჩინეთში, ტურნირებს და ასევე ჩინეთის ლიგასაც ვთამაშობ. ეს მზარდია ნანა თუ აი სადღაც ნამდვილად კარგი მოჭადრაკეა. ანუ ხეშად რო თქვა ეს უშენინას ვარიანტი
არ არის ხო რომ სადღაც გაუმართა რაღაც არა ხო არა ნამდვილად კარგი მოჭადრაკე არის ჯუვენტუსს მე ვფიქრობ რომ არაფერი ჩამოუვარდება ტანზონკი ეს ჩემი აზრი არის და ზოგადად ეხლა მე ვფიქრობ რომ აი მისი გამარჯვება ის ზოგადად ჩინელების წარმატებები აღარ არის მოულოდნელი იმიტომ რომ ისინი ისე უდგებიან გეგმაზომიერად ანუ გათვლილად ყველაფერს აი ამაზე მინდა რომ ჩვენი გაცემის მეორე ნაწილში ვცლად ვისაუბროთ ახლა სანამ ერთი სარეკლამო ჭრაგვა არ შეიძლება არ კითხო უშუალოდ ანა მუზიჩუკზე ანა საკმაოდ ისეთი მე მიმაჩნია საკმაოდ მაღალი კლასის დიდო სტატია ქონდა რაღაც წინა 2 წლის მანძილზე მცირე პატარა შეიძლება ითქვას ჩავარდნა ნუ ასე ითვლებოდა ხო მეთანხმები რომ მარიაზე ნიჭიერი იყო სანამ მარია მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა და ყველაზე საოცარი რაც აი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროსთვის იყო რომ არც მეტი არც ნაკლები ანა არის ბლიცსა და რაპიდში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანუ თითქოს ტაიბრეიკი უნდა ყოფილიყო უდიდესი უპირატესობა უნდა მიეცა თითქოს ხო და აი როგორც აღნიშნე მე ხო არ არის მხოლოდ საჭადრაკო მომენტი არ იყო მანდ უკვე გამძლეობის მომენტი იყო ბევრი სხვა კომპონენტი იყო და რაშიდაც ხა ჭადრაკის მხრივ მეც ვთვლი რომ ანა მუზიჩუკი არ არის ნაკლები მოჭადრაკე ვიდრე ტანზონკი მაგრამ ბევრი სხვა კომპონენტიც არის რაშიდაც ხა ნერვული განსაკუთრებით აი ნერვების გამძლეობის მხრივ მე ვფიქრობ ტანზონკმა უფრო აჩვენა მდგრადობა ვიდრე ანა მუზიჩუკი ნუ შინური ის არის რაღაც აი კალოსავით მანქანა რომ ხენერგენ გაიგო მე ხო ჰოუზეს ხო სვავთ ამ კითხვებს რომ ხო რაღაც ხო არ ახარ რაღაც ადამიანურ ყოფიერ ცხოვრებას მოკლებული ხო არსებობს რაღაც ჩემთვის ზოგადად უტრირებ იმიტომ რომ ხანდახან გონია რომ ამიტომ რაღაც ადამიანს არ ეთამაშები რაღაც რობოტს ეთამაშები რა უბრალოდ რაღაც თოჯინა რობოტს ხო ფაინ ჩემთვის მაინც ცალკე მომენტი არის ხო ფაინ ცალკე დგას და შემდეგ არის მოჭადრაკე არა მე ვამბობ ტიპაჟზე თვითონ და მაგათ მიდგომაზე იმიტომ რომ ისე აბსოლუტურად არანაირი ემოცია არანაირი რას ისეთ გარეგნულად მე აი ობივაწელის პოზიციიდან მომღე ხა არცეთ მერწმუნე არაჩინელზე არ ეხა რა ვიცი უხსოვარი დროიდან რაც თავი მახსოვს ჭადრაკში ყველას რაღაც ის კონდა ის კი არა ეხა ის თავის დროზე იგივე წერენტენას კონდა ხოლმე საგუნო აი ხა არის რაღაც ეხა კუშნის მაგალითად და რა ვიცი ყველას ესენი არა რა ესენი არა რამდენი ჩინელის გამოჩნდა ყველას უყურებ რაღაც ალე რობოტი რა ეს ეხლა ჩვენ განსემბაში სარეკლამო ჭრა მცირე ძვირფასო მეგობრებო ნანა ზაგნიძესთან ერთად სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდები და მთავარი თემა უშუალოდ რა არის რას წარმოადგენს ეს ყბადაღებული ჩინური ეგრეთ წოდებული საამქრო უკვე მსოფლიო ჩემპიონთა საამქრო და ამის გარდა რა გვჭირდება ჩვენ რომ რეალურად მოახერხოთ დედოფლის გვირგვინის დაბრუნება იმიტომ რომ ასეთი მიდგომით კი გასაგებია პერსონალური მსვლელი უკეთესობილესი უნიჭიერესი კაცი მაგრამ თავად ბატონი ხუჩა აღიარებს და ამბობს რომ მარტო მისი გარჯა არ არის იმიტომ რომ ტიტული ასე იოლად და მარტივად 21 საუკუნეში არ ბრუნდება და ამაზე უშუალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ მარტო უშუალოდ ნანას გარჯა და ფედერაციის ძალისხმევა არ არის საკმარისი ეს ორი გაცილებით უფრო დიდი ფართო და მაღალი რანგის აი კომპლექსური მიდგომა რისის სურვილის დღეს სამწუხაროდ არც სათანადო სტრუქტურებს და არც ქართულ ბიზნესს არ გააჩნია დათურა თუ ამის შესახებ ნანა ზაგნიძესთან სულ რამდენიმე წუთის შემდეგ Sport Time. Radio იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ვაგზელებ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს ტრადიციულ სპორტულ ტოქ-შოუს კიდევ ერთხელ შევხსენებთ, რომ ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს ქალმოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ზაგნიძე. ნანა, ჩვენ გავჩერდით, რომ ისევ დაუბრუნდეთ განვლილ მსოფლიო ჩემპიონატს და აი პრაქტიკულად ის მაქსიმუმი, ნუ რაც შეეძლო ამ ეტაპზე ფედერაციის მიერ გაღებული შენი მომზადების მხრივ და ბატონი ხუჩა სუბადაშვილი ჩემთვის საერთოდ ქართული არა მარტო საჭადრაკო საზოგადოების უკეთესობილესი და უჭვიანესი ადამიანი, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, თავად ბატონი ხუჩა აღნიშნავს, რომ გვირგვინის დასაბრუნებლად აქ კომპლექსური მიდგომა საჭირო და აი მოდი მინდა კითხო ხა შენზე კარგად ეს არავინ უწყის, იმიტომ რომ თავად ქონია შეხება და იცი მათი მუშაობის სტილი, ეს არის ეგრეთ წოდებული ეს ჩინური საჭადრაკო ფაბრიკა, ქარხანა გნებავთ, რომელიც უკვე ბოლო 25 წელია ესე უშვებს და უშვებს მსოფლიო ჩემპიონებს, თუმცა აი ჰოუზე მოდი კი ბატონო მე ვიცი შენი დამოკიდებულება და მიგაშნია რომ ოდესი მოჭადრაკეა, მოდი ჰოუს რო თავი დავანებოთ, მისი წინამდებარე და პლუს
ტანიას ჩათვლით არც ერთი არ განეკუთვნება რომ ვაი ეს რა არის და რაღაცა ასე ფენომენალურ ის აი რაშია ეხა საიდუმლო ხო ნუ ყბადაღებული ზოგადად ვიცით რომ კი ბატონო ჩინელებმა უკვე აიყვანეს ეს სახელმწიფო რანგში და არის საკმაოდ დიდი პროგრამა შემუშავებული ხო და აი მე მინდა გთხოვ რომ აი ძირითადი ასპექტები რო გამოყო ხო იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს სასკოლო დონეზე თუმცა ეხლა აიცი ეს სასკოლო დონეზე გვაქვს რომ მხოლოდ პოპულარიზაციის მიზნით ფაქტიურად ბავშვებს დაფაზე აუხსნათ რომელი ფიგურა რას წარმოადგენს და რომელი ფიგურა როგორ მოძრაობს ესეც მაქსიმუმია მე მგონი იმიტომ რომ ბერმა ესეც ვერ აიტვისა უკვე ნუ ეს არც ველით ამისგან მაგრამ მე მაგათ უბრალოდ მიდგომა აქვს ესეთ ჭადრაკი ესე აქვს დაყენებული საუნივერსიტეტო დონეზე არის ანუ აქვთ ესე ასე ვთქვათ ანუ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში სადაც ანუ მეცადინეობენ იქ სულ ჭადრაკს არა მხოლოდ ჭადრაკს ზოგადად მაგათ მიდგომა ფიზიკურადაც ძალიან ბევრს აი მედიტაციების ვარჯიშების ჰოიუფანი საერთოდ ჩაულინის მონასტერში იყო და იქ ვარჯიში ესე იგი ყველა კომპონენტი აი ეს რესურსი რაც აქვს თავისი როგორც ერის განვითარების დადებითი კუთხით ესე იგი ყველაფერი ჩართულია ხო აგარ ფსიქოლოგიას რაბზანი მედიტაციაში ну წარმოგიდგენ ესე იგი რა დონეზე ბევრი მომენტი კი აი იმიტოა რომ მე მაპატე მე კი არა ის რაღაცა ეგრეთ წოდებულ რობოტებად რო გვეჩვენება ანუ მთელი ადამიანის ესე იგი თავმოყრა და შეიძლება ითქვას რომ საკუთარ თავზეც გადაახტეს და უფრო მეტიც კი აღმოჩნდეს ხო? კი და ასევე აქვთ ანუ შორს მიმავალი გეგმები აქვთ ანუ გათვლილი აქვთ ეს წინასწარ რა უნდა გააკეთონ როგორ უნდა მოიმზადონ არ არის მარტო ეს ხა ორი კვირით მოიმზადები ხარ ნუ შეგომენ შეჯიბრება გაქვს თუნდაც ერთად დაждები ორი კვირა ჩაждები მოიმზადები და წახვალ შეჯიბრებაზე ანუ მთელი წლის განმავლობაში აქვთ მათ გაწერილი გეგმები და იმის მიხედვით მუშაობენ ზოგადად მაგ ძალიან გასაიდუმლოებული აქვთ ეგ თემა იმიტომ რომ იქ ჩვენ როგორც ვიცით უცხოელი არ ჩაყავთ მწვრთნელი მაგრამ ზოგადად არის ხომ არის გამოჟონოს ხომ რომ უცხოელების ჩაყავთ უცხოელი ხელა რესურსი რომ თვითონ კი სხვადასხვა ეხლა წმინდა საჭადრაკო კომპონენტებში ასე დახვეწა და სრულყოფა ისეთ როგორ არის ძალიან განვითარდა ეს ჩინეთში ნუ ბოლო რამდენიმე წელია მართალია ხა ჩინელებს არ აქვს ჭადრაკში ეს ტრადიციები რა ჩვენ გვაქვს ზოგადად მაგრამ აი ბოლო წლები ძალიან განვითარდა და თუ გადავხედავთ ახლა მამაკაცთა მოჭადრაკეებს ჩინელებისას 2700-იანები უკვე ბევრი რას აქამდე საერთოდ არ ვიცოდით ვაჟთა შორის და ზიან ერთად და მუშაობენ ეს გოგოები ბიჭები ერთად რაც ჩვენთვის სამწუხაროდ ეს ფუფუნების საგანი არის იმიტომ რომ ჩვენთან ზოგადად არ არის ეგ მიდგომა რომ ბიჭების ნაკრები გოგოების ნაკრები რაღაცა ერთად ვიმუშაოთ რაღაცა ისეთი რაღაცა არ არის კაცების ნაკრებს ცალკე მუშაობენ კაცების ნაკრები ქალების ნაკრები იქ რაღაცა რითი ხსნიან ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელები რატომ არ ხერხდება აი რატომ არ ხერხდება თითქოს აი მის გამო რომ რაღაცა ყოველს გაათვირთული გრაფიკი აქვს აი შეჯიბრებებზე ზოგი როდის სად შეჯიბრებებზე არიან წასულები და ასე აქედან გამო ანუ აქ ფანჯარის ნახვის პრობლემაა რომ ორივე გუნდმა ერთდროულად გამონახოს თან ის მომენტიც არის რომ მე მგონი აი მამაკაც მოჭადრაკეებს ნაკლებად აქვთ იმის სურვილი რომ ჩვენთან ერთად დაждდნენ ქალებთან ერთად უფრო ანუ ერთად ურჩევნიათ ხოლმე მეცადინეობები და ვარჯიშები და აი ჩინეთში სხვა დამოკიდებულება არის მაგ ხრევაც რომ ანუ იმათ ვალდებულები არიან რომ გოგოებთან ერთად იმუშაონ ისეთი ქვედა ის ქვენა პატრიოტული მოტივებით ხო იმისთვის წარმოუდგენელია იმიტომ რომ ქვეყნის აი მე არ ვიცი პირდაპირ არა მართლა ძალიან მძიმე და რთული მდგომარეობა ნანა არ შეიძლება არ კითხო აი დროის ფაქტორზე დაახლოებით რამდენიც ნუ იგივე სტანი ხო რა აი დღის განმავლობაში საშუალოდ რამდენ საათს უთმობენ მეცადინეობას ეხა ისე არ საუბრობენ მაგაზე და მაგ არის მაგრამ მე როგორც ვიცით ესენი ცხოვრობენ უბრალოდ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში სადაც დღის განმავლობაში რამდენიმეჯერადი მეცადინეობებია და შუალედებში არის ასევე ფიზიკური ვარჯიშები და ჩვენთან ეს სისტემა არ არის ჭადრაკის არ სისტემა და არ სურვილი ქართული ხასიათიდან გამომდინარე ჩვენთან სამწუხაროდ ჩვენთან კერძო სექტორიც არ არის ხა დაინტერესებული იმითი რომ ჭადრაკში ასე ვთქვათ რაღაცა ფინანსები ჩაიდოს რომ მოემზადო უფრო უკეთესად მოჭადრაკე და ან ამაზე მინდა თუ შეიძლება აი უფრო კონკრეტულად რომ აი მსმენელისთვის და საზოგადოებისთვის იყოს ხო აი გამოჩნდა ვთქვათ კი ბატონო მეოხი ხო ნუ კერძო კი ბატონო კერძო კომპანია ამპირი ხო იმიტომ რომ ხა მარტო ჭადრაკის ფედერაცია ვერ შეძლებს რა თქმა უნდა ბევრი პერსპექტიული მოჭადრაკეა გიკეთებს მოდი რა ჩამოთვალოთ აი შენნებართვით და მე ვფიქრობ ზოგადად რომ უნდა იყოს კერძო სექტორი დაინტერესებული არა რა თქმა უნდა მაგრამ სახელმწიფოსგან უნდა კონდეს ახალისება მაგ მხრივ რომ ანუ მისთვისაც უნდა იყოს ეს ინტერესის სფერო რომ რაღაცა ჩადოს თავისი ფინანსები ამ სფეროში და თუ სახელმწიფოსგან იქნება ამის რაღაცა ახალისება ამ მხრივ
მე ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება ეს მომენტი და ზოგადად მოჭადრაკისთვის ის მომენტი იქნება რომ საქართველოში ხა სამწუხაროდ ეს ჩვენი რეალობაა რომ არ არის არჩევანი მწვრთნელებში ბევრი დიდი ანუ ჩვენ დავიწყოთ იმით რომ სრულად ჩამოვიყვანთ დავიხმართ უცხოელს დავიხმართ და არაერთს ანუ შეცვლი აი მაგალითად თეორიაში ვინჭირდება ანუ შუა თამაში შეიძლება ვიღაცამ დებიუტზე იმუსაოს თალკე ეჭბილზე ხედავ და აი ეს არის კომპლექსური მიდგომა რაც გეუბნები ძვირფასო მეგობრებო აი ეს უნდა გაითვალისწინოს რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული და არც ისე იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეხლა რუსებრელ დიდოსტატებს აი ვინც არის ესეთი გამორჩეული და მამები ითვლებიან მსხნელობის ოდითგანვე საათობრივი ანაზღაურება ქონდათ ის კი არა დღის კი არა საათობრივი ანაზღაურება საკმაოდ ძვირადღირებული შეიძლება ითქვას ფუფუნების თოლფას და სამწუხაროდ ნანა ისე მაბდე და არც ქონია ხო აი ასე ხურმო კურით რომ ვიღაცას აი გამოეთქვა სურვილის დონეზე მაინც ხო აი ხა წარმოგიდგენია ძვირფასო მეგობრებო ესეც ხო არ არის თქვა ყადაღებული რაღაც ისეთი სახეობები სადაც შეიძლება იწუწუნოთ მე მილიონები გადავყარე მილიარდები გადავყარე ეს არის ქართული გენი ხო აი ყველებს თავი დავნებთ ხო ბიზნეს მიმართავ და აი არის უნიჭიერესი გოგონა რომელიც რეალურად არის ორიენტირებული უმაღლეს ტიტულზე და სათანადო არ გეხამუშებათ მაინც თუ აბსოლუტურად თქვენთვის აი ყველაფერი იმ ბიზნესის იმ ყმადაღებული კარების ჩარაზული კარების მიღმა არაფერი არ არსებობს აი და არც ის არ გეხმარებათ კიდე ერთხელ მინდა გავმეორდე რამდენხან შეიძლება ქართული ჭადრაკი იყოს სოკარის მადლა და იმედად და რამდენხან ხო სოკარის კომპანია არის რომელიც ქართულ ჭადრაკს ასე ვთქვათ ფედერაციას გვერდით უდგას და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ უკვე კონკურენტებად ვითვლები და ეხა იგივე არც მაინც და არც სხვა ეხა მაღალჩინოსაც არ გაუხარდება მაინც და მაინც რომ ეხა მისი გადახდილი თანხი შენ წახვიდე და დაამარცხო ის ხო ნუ ეს ადამიანური მომენტია ხო? და ამ ფონზე. ნანა გარდა ამის, აი არ შეიძლება არ კითხო ეხა აი შენ 10 წლის ასაკში შეიძლება ითქვას რომ აი ესე მართლა ქარიშხალივით შემოიჭერი არა მარტო ქართულ სოფლიო და 10 წლის ასაკიდან მოკლედ რაღაც იყო ძალიან დიდი ფენომენალური და უბრალოდ ეპოქალურადაც არ გაგიმართლა იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი პრობლემა გაჩენილი შენგან დამოუკიდებლად და მიმაჩნია რომ ამან გარკვეული ასე უხილავი მუხრუჭის როლის ითამაშა შენ კარიერაში თუმცა აი ყველაფერი წინ იმიტომ რომ შენ ახლა ფაქტიურად ამეთახმებ ასე სპორტული თვალსაზრისით და ისედაც რაღაცა წინვალი ასაკი ჯერ სიტყვა ვეტერანი საკმაოდ შორს ხო? ნუ აი ხო შორს მინდა კითხო რომ შენი აზრით აი 40 წლამდე ხო თავისუფლად შეიძლება ითამაშო ჭადრაკი უმაღლეს დონეზე ხო? იმას არ ვამბობ ის ცოცხი უნდა შეუგდოთ მეთქი ფეხებში ის პაპაია კაცო თეატრო გაუტოლე ის პია არ გამახსენო რას თავი მახსოვს ეგ ქალი დაფრინავს რა ზოგადად 40 წლამდე მე ვფიქრობ ეგ ერთეულებს შეუძლია ჭადრაკის მაღალ დონეზე თამაში შერო შეინარჩუნოს ანუ დონე მაგრამ არ ვიცი მე ზოგადად ესე ხა ესე შორეულ პერსპექტივაში ესე არა მე ზოგადად კითხე თორე არაპირო ნუ არა საერთოდ ნუ ანი მე ვფიქრობ რომ 40 წელი მაინც ზანი გასემის პიროვნებაზე 35 წლამდე შეიძლება რომ ეს ფიზიკურ კონდიციებზე დამოკიდებული ხო ალბათ ფიზიკურ კონდიციებზე რა თქმა უნდა არა იმ ძალიან ის გახდა რა დინამიური სწრაფი საკმაოდ ხო თვითონ და ეს ძალიან ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ მით უმეტეს და აი ამ ხრივ ნანა სრული შეიძლება ითქვას რომ არ ვიცი ხა არ მინდა რაღაცეთი სიტყვა ვიხმარო რაღაც კაიშნის მომგვარი მაგრამ მაქსიმუმი კეთდება ხა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან მიდის მაქსიმალური ძიება ამ ტალანტების მაგრამ სიტყვა ტალანტი ჩვენში როგორი იმცნება გახდა ტალანტი კი არა ოდნავ ნიჭიერი ახალგაზრდის ზებნა გინდა ქალებში გინდა გოგონებში აგერ გადარეული იყო გასულწესერესი კაცი ქუთაისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე არა ნუ ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ქუთაისში რო არ იქნება ის როცა აი მართა იყო ბუმი ხო ნამდვილი ახლა შენ მოესარი ასაკით იმ ბუმს კი ბატონო არ იყო თუნდაც ის ხალხი ახლა მაინც და მაინც ტიტულები დახუნძული მაგრამ სერიოზული ნიჭიერი მოჭადრაკეები იყო იგივე შენ მხარდამხარ იზრდებოდა ხო ნუ ბევრი ნუ ხო და ეხლა რაღაცა საშინელი სიტუაცია ეხლა ერთადერთი ეს ნათელი წერტილი გამოჩნდა ეს გოგის გოგო ის ხომერიკი მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდში რო უყურებ ხო უთხარი კიდე სხვა არ გადაგიყოლო შენ და ვიზუალურ ამხარებ და არიჩიო კი უთხრეს დასვეს აუხსნეს ხო მაგრამ ეხლა ხო მაინც ესე იგი ან ისე თუ გინდა ჭადრაკი ისე მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდში რო უყურებ ნინოს თამაშს იცი რაღაცა მე კი არა მაინც და მაინც ხო იცი ეხლა მაინც და მაინც ტიტულზე რატო არიგებ ტიტულს მაგრამ იცი აი შედეგები რაღაც დაიწყო ჩერს გოგი უკეთ გამოიყურებოდა მგონი გოგი მის ვეტერანთა ის პირველობა ხო მოიგო ხო თბილისს და ანუ გოგი უფრო სერიოზულად ეკიდება მე ხო აი მე ვფიქრობ რომ ეს არის თემები რომლებზეც ალბათ ხელმძღვანელი
მწვრთნელებმა უნდა იფიქრონ და დაგეგმონ ზოგადად ეხლა მე არა მე რა გაგებით ვამბობ რა თქმა უნდა მაგრამ მე ვარ პიროვნულ დამოკიდებულებას ეს ქართული ხასიათი ნუ რამდენხან შეიძლება ჩვენ ეს იყო ჩვენი პირველი ყველაზე დამეთანხმე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი ხო და ამის გარდა ეს მდგომარეობა ნუ უბრალოდ უნდა შეიგნოს საზოგადოებამ რომ სათანადო რესურსის გარეშე უკვე ესე მაპატი რომ აი ესე დავიკაპიცეთ ხელები მოგვიდეთ ხუჩა მასხელი და სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი ამაზე მინდა ძალიან რაც სამწუხაროდ ხო დღევანდელ დღეს ნამდვილად გვაკლია. ზურბასო მეგობრებო, მინდა მთავარი გაითვალისწინოთ, რომ ერის ინტელექტის განსაზღვრულია ჭადრაკი. ოდიდგანვე ასე იყო, ეს არ არის ჩემი სურვილი და ჩემი სიყვარული და იმით გამოწვეული, ეს იყო ორჯერ ორის დონეზე. ერის ინტელექტი გამოწვეული. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, რა თქმა უნდა. არ ეხლა ვიცი რა ცოტა მწყრალად იყო შეიძლება ითქვას ეხლა მთელი ის კოლმეურების პლია და საბჭოთა ეპოქაში მაგრამ ინტელექტი ეხლა მოსენება ანუ ეს იყო თვითონ რა მინდა აღნიშნო იცი ზოგადად ეხლა შეიძლება თქვენ მსმენელს მოიჩვენოს რომ ბოლო პერიოდში ესეთი აჟიტირებული თემა არის რომ ჭადრაკის ფედერაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 18 მილიონი ლარი ხა შეიძლება მსმენელმა იფიქროს რომ თქვენ ხოლმე სახელმწიფო გეხმარებათ მინდა რომ ნათელი იყოს ყოველთვის რომ ეს თანხა გამოიყო იმისთვის რომ ჩატარდეს ოლიმპიადა საქართველოში და ასევე მსოფლიო ჩემპიონატი მამაკაცთა შორის რომელიც წელს ჩატარდება თბილისში. ჭადრაკის მეყვარულებისთვის სხვათა შორის ზეიმი იქნება წელს ნამდვილად მსოფლიო საუკეთესო მოჭადრაკე მამაკაცები ეს არის საორგანიზაციო გამოგებინა გრან-პრის პირველ კიდე გრან-პრის არ დაგავიწყდა. ხო, ამისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი და ასევე ზოგადად მინდა აღვნიშნო რომ ეს თანხა არა მხოლოდ იმისთვის არის კარგი რომ ქართული ჭადრაკისთვის ეს არის ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან კარგი იმიტომ რომ ქვეყნის ცნობადობა იზრდება ჩვენ თუ გვინდა რომ ანუ ზოგადად ევროპულ ოჯახში და ვიყოთ ინტეგრირებულები ხო ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ უნდა განმოვითაროთ ხო ჩვენი ჭადრაკი უნდა გახდეს უფრო ცნობილი ქართული ჭადრაკი შესაბამისად ეს რა თქმა უნდა კარგია ქართული ჭადრაკისთვის ვიდრე ახლა გვამადლიან იმას რომ აი თქვენ ამ ხელა ფული გამოიყო ჭადრაკისთვის რაღაც ეს ზოგადად ქვეყნისთვის არის კარგი და უფრო მომგებიანი ვიდრე ჩვენთვის ქართული მოჭადრაკეები იმიტომ რომ ეს თანხა იხარჯება მთლიანად აი ამ საორგანიზაციო საკითხებზე რაც არის ეს ოლიმპიადა ეს მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატი და უბრალოდ ეს მე მინდოდა რომ სპეციალისტვის ყოფილიყო ესეთი ნათელი ეს თემა და მე ვფიქრობ რომ ეს ქვეყანას ნამდვილად ცნობადობის მხრივ და იმისთვის რომ ახალი ადამიანები ეწვევიან ჩამოვლენ საქართველოში კარგი იქნება ნამდვილად ანუ ქვეყნისთვის იქნება ბევრად უფრო მომგებიანი ვიდრე ქართული მოჭადრაკეები ну ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგი არის მანდ ორი აზრი არ არის მაგრამ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისთვის მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ძალიან სასიკეთო ნაბიჯი იყო ეგ რომ ოლიმპიადა ავიღეთ არა ეს ბევრმა შეიძლება ისე ობიოცებმა საქმე შავ ძირას მეგობრო არის ერთი დაუწერელი რამ როცა გაქვს პრეტენზია რომ ხარ აი ესეთი მეგა თქვა სპორტულ დარგში ამ შემთხვევაში ვამბობთ ხო რომელიმე სახეობაში კეთილი უნდა ინებო და შენი იგივე როგორც რენობის შესანარჩუნებლად ასევე შენი მომავალი განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით ასე უხეშად რო თქვა სხვის ზურგზე და ხარჯზე მთელი ცხოვრება ვერ იქნები და უნდა კეთილი ინებო და რასაც აკეთებს და ამ ხრივ მე არ შეიძლება არ აღვნიშნო მადლიერებით როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ასევე სპორტის რამდენიმე ფედერაცია როცა ჩვენს ქვეყანაში უკვე გავშინაურდით და საკმაოდ მაღალი რანგის საერთაშორისო ეს არის აქსიომა ნანა რა თქმა უნდა აბსოლუტურად მართალი მზადები ორჯერ ორის დონეზე და ნანა მე დაუბრუნდა აი ყველაზე მტკივნეულ საგნს იმიტომ რომ ბევრი იცი რა ბევრი უკვე ობივაწელი სვავს ამ კითხვას რომ გენში ხო არ არის უკვე რაიმე პრობლემა იმიტომ რომ აი ეს ფართო მასშტაბიანი მუშაობა რაც მართლაც გაჟღერდა ფედერაციამ და ნამდვილად ეხლა თან ყველაფერთან ერთად კი ბატონო ჩვენ გვიჭირს კვალიფიციური მსმენელების სერიოზული მაგრამ ნებისმიერი სახეობა რო ავიღოთ დღეს ყველაზე იაფია ბავშვის დარება ჭადრაკს ხო თუნდაც არა მე აღვლაპარაკობ აკადემიაში სადაც უფასოა მაგრამ იქ მოხვედრა და კი ბატონო მაგრამ აი ნებისმიერი ხო აღებული იგივე ავიღოთ ბატონი ხუჩამასიც ჩვენი ლაშიკოს ყველა მაგრამ აი მათანაც კი არ არის ხა ისეთი აი პარალელი რო გავაკეთე მე არ მინდა თანხების დასახელება შეგნებულად რო არ დავარღვიო რაც გარკვეული პრეზუმციები მაგრამ ნებისმიერ სპორტის სახეობასთან შედარებით აი ხო არ არის გენში პრობლემაო სვავენ კითხვას ხედველობაში რა არის ბავშვების ზოგადი განათლების უქონლობა რაც აი ან იგივე მუყაითობასთან დაკავშირებით რო აი არა უბრალოდ ისეთ რა არის ჭადრაკი ძალიან განვითარდა აი კომპიუტერები ძალიან განავითარა ჭადრაკი და უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით აი უბრალოდ უჭირს ახალგაზრდებს აი ფეხის აწყობა ესე რო ვთქვათ
და ამას ვაბრალებ მე თორე ხა ნამდვილად არ ვფიქრობ. აი დოგმა არ არსებობს, მაგრამ ეხა შენი როგორც პროფესიონალის აზრით, ნუ საშუალოდ აი ნიჭიერმა ბავშვმა რამდენი საათი უნდა დაუთმოს მეცადინეობას დღეში? ნუ აი ზოგადად, ნუ ინდივიდუალური კი ბატონო, მაინც. ჩემს მაგალითად. ჩემი დღე მთლიანად მე როცა აი ამაგასაკში ვიყავი 7-8 წლის 9 წლის მე ჩემში მშობლებს თავიდან მე უნდათ რომ მე პროფესიონალი მუსიკოსი ყოფილიყავი. მთელი ჩემი დღე ეკავა ჭადრაკს. ანუ ეს შესვენები დაახლოებით ალბათ 8 საათი დაახლოებით მე მეცადინებდი, მაგრამ მე ამ იმასთან ერთად რომ უნდა გიყვარდეს ეს მე ბავშვობიდან მიყვარდა ჭადრაკი. ხო და ანუ ეს ინტერესი უნდა გქონდეთ ბავშვს. დღევანდელ ბავშვებს ცოტა არ იყოს აი ეს კომპიუტერებმა, აი ცოტა ეს ხელს უშლიან რა ეს ტექნოლოგიებმა ცოტა არ იყოს მე ვფიქრობ რომ ხელი შემშლელი ფაქტორი არის დღევანდელი ახალგაზრდებისთვის და ეხლა მე როცა თამაშობდი მე ჩემასაკში მაშინ არ იყო ეს კომპიუტერებიც მე ცოტა გვიან შემოვიდა და ამიტომ ციგნებზე ვიყავით ასე კლიანად ხო და აი ეს დადებითი მომენტი იყო მაშინ ჩემ ბავშვობაში რომ სტემული რა თქმა უნდა იყო ანუ ეს მე ხელი შემშლელი მომენტად ანუ ამას დავასახელებდი რა დღევანდელ დღეს არ ვიცი შეიძლება ცოტა ისე ჟღერს მაგრამ ესე ვფიქრობ ანუ უახლესი გეგმების შესახებ არ შეიძლება არ გითხო? კი, ეხა მალე ლატვიის დედაქალაქში რიგაში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ვაპირებ რომ მივიღო მონაწილეობა. კი, რომელიც ხოჭურს არ აქვს მოგებული და ამიტომ ჩვენ ვიქნებით აი რეალურად უკვე აპტიტუდზე ორიენტირებული. 10 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით იქნება და შევეცდები ხო აუცილებლად რომ 9 11 ტური. და ნუ შემდეგ ზოგადად ეს წელი გუნდური შეჯიბრებები ძალიან დატვირთული არის. ივნისში მსოფლიო ჩემპიონატი არის ხანტი-მანსისკში გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ასევე ევროპის ჩემპიონატი არის წლის ბოლოს ოქტომბერში საბერძნეთში, სადაც ასევე საქართველოს ნაკრები გამოდის ვითამაშებდა ალბათ მაიას. ასევე საკლუბო ჩემპიონატი არის. ანუ წლევანდელი წელი ტურნირები არის და რა ვიცი იმედია რომ ჩემთვის ზოგადად ქართული მიწოდრაკეებისთვისაც წარმატებული იქნება. ღმერთფაქნას არ ვიცი ეს თავი ეხლა მზადებას უკვე იწყებ ხო ფაქტიურად რეგისტრის. აი ხა მსოფლიო ჩემპიონატის მე ცოტა ჩემთვის მივეცი ამოსუნთქვის საშუალება, იმიტომ რომ მოგესწრებათ ფსიქოლოგიურად ძალიან რთული შეჯიბრება იყო და 10 დღე დავისვენეთ და ეხა ეს ამ დღეებში უკვე ვაპირებთ რომ შევუდგეთ ისე მუშაობას და მოვემზადოთ ჩვენი თვალსაჩინო ქალაქია ყველანაირ რიგა, ნუ ერთ სიამოვნება ხა რიგაში, მე მგონი არ მიდის. არ ვარ ნამყოფი. რა და აი ნუ მე საკმაოდ ზედი სიამოვნება გელისზე და ზურბასო მეგობრებო ჩვენ დღევანდელი გადაცემის რეზიუმე რომ უკვე დადგა დრო, როცა ეხა მოდი ასე ვთქვათ რა, ეხა არ მინდა რა ვიღაცამ კონტექსტიდან ამომილიჯოს ნანა, მაგრამ იცი რა არის ბიზნეს უნდა ცოტა ისე რა, ნუ რაღაც ცოტა შეძახება უნდა სათანადო აი ესე არაიძულებით, არამედ როგორც ჩანს ახსნა მე პირადად ნამდვილად მიკვირს როცა ჩვენი ბიზნესმენები ისე აი ამ თემით კიდე ერთხელ ვამბობ ეს არ არის ათეულ და ასეულ მილიონებზე საუბარი, როცა თქვა ეხება ყბადაღებული სპორტის ისეთ გუნდურ სახეობებს, სადაც მართლა სერიოზული ასიგნირებაა საჭირო და ის აქ არის აი კონკრეტული ადამიანისა ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რომელსაც რეალურად ზალუს იბრძოს ხო და ეხლა თქვენი არ ვიცი, ნუ თუ არ გინდათ, არ გაღელვეთ და მთავარი ნანა ალბათ დამეთანხმები რომ იცი აი კი ბატონო ძალიან კარგი პირველი ნაბიჯი გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან როცა ჩვენ ეს სასკოლო უნდესარი პოპულარიზაციის და ეხლა ჩვენ ველით აი თლად ჩინურს ვერ გაუტოლდებით ბუნებრივია ჩვენი რესურსიდან და არსულ დალხინებული ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ ის რომ სახელმწიფო რაღაც მეორე ნაბიჯი უნდა გადადგას ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის ეს მე მგონი ორჯერორის დონეზეა დაწყებული შერაბზანი რომ უკვე სერიოზულად უნდა მიეხედოს უშუალოდ ფედერაციის ბიუჯეტს. არა აი ამ საშეჯიბრო ტურნირებისთვის გამოყოფილ თაღას, არამედ უშუალოდ ფედერაციის ბიუჯეტს. ხო, რა თქმა უნდა. ანა მინდა წარმატებები გისურვოთ და ეჭვი არ მეპარება რომ წინ კიდე მთავარი ტიტულები აუცილებლად გაქვს, იმიტომ რომ ყველა პირობა უნდა გაჩნდეს იმის უახლოეს მომავალში, რომ ყველანაირი ხელშეწყობა გქონდეს, რათა ნუ ეს და სპორტია რა, შეიძლება მთელი ცხოვრება ითამაშო და ვერ მოიგეხა. არიან გუნდები რა, უდიდესი გუნდები, რომელიც ტიტულს ვერ იგებენ. ეხა 6 გუნდი იბრძვის სიტყვაზე ორიენტირებული, ერთი იგებს, მაგრამ ეხა შენი პიროვნებიდან გამომდინარე მე ვიცი რომ ჩვენი შანსები გაათმაგდება რა, უბრალოდ საჭიროა რომ ამის ადანადო პირობები გამოჩნდეს. წარმატებები და დღემდე მადლობა დიდი.
წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ-ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.